მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ სოფლიოში ყველაზე დიდ კაქტუსზე. ამ გიგანტურ კაქტუსს სახელად გიგანტური კალიფორნია შეარქვეს. ის არიზონას შტატში ერთ-ერთი სიმბოლოა და იგი გამოირჩევა თავისი დიდი ზომით. ამის გამო ის ყველაზე დიდ კაქტუსად ითვლება მსოფლიოში. გვერდითი ტოტები 70 წლამდე არ იზრდება. როდესაც კაქტუსი მიაღწევს 70 წელს, მისი გვერდითი ტოტები იწყებს ზრდას. ყველაზე ნელი კაქტუსი არის ცერეუსი. ის 10 წელიწადის მანძილზე სულ რაღაც 2 სანტიმეტრი იზრდება. 30 წელი. ეს არის ცერეუსის სიცოცხლის მეოთხედი. კაქტუსის აქტიური ზრდა იწყება 30 წლის შემდეგ. კაქტუსის საშუალო ზომა 12-დან 15 მეტრამდეა. კაქტუსი რაც უფრო დიდია, მით უფრო დიდია მისი მასა, ხოლო საშუალო მასა 6-დან 10 ტონამდეა. სუფთა წყლის წყარო. თუ დიდ კაქტუსს ავიღებ და დავპრესავთ, შესაძლებელია მივიღოთ 2 ტონამდე სითხე. ამ უნარის მეშვეობით კაქტუსს შეუძლია გაუძლოს მაღალ ტემპერატურას. უსახლკაროების სახლი. მიუხედავად იმისა, რომ მექსიკის უდაბნოში არ ცხოვრობს ბევრი ცხოველი, კაქტუსი ცხოველების სახლია. ბუ, კოდალა, გველი, თაგვი და სხვა ცხოველები იბუდებენ კაქტუსში. ცერეუსი გიგანტური ნაყოფიერი მცენარეა. მასზე იზრდება ღია ფერის ხორციანი კენკრები. აღსანიშნავია, რომ კაქტუსის წვენისგან ადგილობრივი მაცხოვრებლები ამზადებენ ალკოჰოლურ სასმელს, რომლის გემოც ძალიან ჰგავს ჭაჭას. ცერეუსმა კვირტიც კი გამოიტანა. პირველი მცენარის ყლორტის ჩანასახი კაქტუსში ზრდას იწყებს 50 წლის შემდეგ. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.